Upwork-ზე რეგისტრაციის პროცესი არის საკმაოდ მარტივი, თუმცა მოითხოვს რამდენიმე ნაბიჯს. მოდით შევხედოთ. გადავდივართ რეგისტრაციის გვერდზე. პირველი რასაც გვეკითხებიან, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ფრილანსერები თუ ჩვენ ვართ კლიენტები? ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ფრილანსერები. გადავდივართ შემდეგ გვერდზე. აქ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველ ვარიანტში ჩვენ გამარტივებულ რეგისტრაციას გავდივართ ჩვენი იმეილის ან Apple-ის საშუალებით, ან ვავსებთ მონაცემებს პირდაპირ. ამ შემთხვევაში შევავსოთ მეილის ვერიფიკაცია მიდის, თუ არის უკვე დარეგისტრირებული ეგეთი მეილი, პაროლი შევიყვანოთ და მივუთითოთ ქვეყანა. ამ შემთხვევაში გვაქვს კიდევ ერთი მოსანიშნებელი, რომელიც გვეუბნება, გინდათ თუ არა რომ გამოგიგზავნოთ საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა სამუშაოების შესახებ, თუ როგორ იპოვოთ სხვადასხვა სამუშაოები, მე არ მინდა. ვეთანხმებით წესებს და პირობებს და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე აკაუნტის შექმნას. და გვეუბნება, რომ კი ბატონო, თქვენ დარეგისტრირდით და ახლა უნდა გაიაროთ email ვერიფიკაცია. გადავიდეთ ჩვენ Gmail-ში, უკვე მოგვივიდა წერილი, ვაწვევით email-ის ვერიფიკაციას და გვეუბნება, რომ გილოცავთ თქვენი მეილი ვერიფიცირებულია. ამის შემდეგ უნდა შევავსოთ რაღაც ინფორმაციები. გვეუბნება რა, რამდენიმე კითხვას უნდა გასცეთ პასუხი. აქ არის კითხვა თუ რა სტატუსის ქვეშ ვართ ჩვენ ახლა, დამწყებები ვართ, რაღაც გამოცდილება გვაქვს თუ ექსპერტი ვართ. მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახლა დამწყებები. ასევე შეამჩნევდით, რომ აქ არის ღილაკის keep for now, რაც ნიშნავს, რომ ახლა ამ ინფორმაციის შეტანა არ გინდათ, მაგრამ შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ. და ამ გვერდზე გვეკითხებიან შემდეგ რაღაცას თუ რისთვის გჭირდება თქვენ ფრილანსინგი, რომ იყოს თქვენი ძირითადი შემოსავალი, თუ იყოს დამატებითი შემოსავალი, გინდათ რომ მიიღოთ გამოცდილება full time საქმისგან, ან არ გაქვს რაღაც კონკრეტული იდეა და მიზანი. მოდი გავაკეთოთ ისე, რომ დამატებით შემოსავალი გვინდა მივიღოთ. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. აქ გვეკითხებიან, როგორ გინდათ იმუშაოთ. პირველი არის მე მინდა ვიმუშაო ჩემით, ანუ ჩემით მოვძებნო სამუშაოები, რომლებიც Upwork-ზე არიან განთავსებული, ან რაზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, მინდა რომ შევქმნა სერვისები და პროდუქტები, რომლებიცაც იყიდიან Upwork-ზე. მოვნიშნოთ ორივე. და აქვე არის ღილაკი იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ ღია თუ არა კონტრაქტულ სამუშაოებზე. შეგიძლიათ დაისხოთ კონტრაქტიც და მერე ნახოთ რაღაცა full time სამუშაოები. მოვნიშნოთ ეგეც რატომაცა. ახლა უკვე გთავაზობენ ჩვენი პროფილის შევსების გზებს. აქ გვაქვს სამი ვარიანტი. ერთი არის LinkedIn-ით, მეორე არის პირდაპირ რეზუმეს ატვირთვა და მესამე არის პირდაპირ მთლიანად ხელით შევსება. LinkedIn-ის შემთხვევაშიც თქვენ მოგიწევთ PDF-ის გამოწერა LinkedIn-დან და შემდეგ ატვირთვა იგივენაირად როგორც რეზუმეს ატვირთავდით. მოდით გავაკეთოთ ხელით შევსების პროცესი. აირჩიეთ სპეციალიზაცია. მოდით რახან მე ვარ IT-დან, ავირჩევ რაღაც IT სფეროებიდან. აქ ჩვენ გვაქვს მაგათ mobile development-ი, web development-ი. ახლა გვეუბნებიან, რომ უნდა აირჩიო მხოლოდ სამი სპეციალიზაცია. მოდით უკან დავუბრუნდები, სად იყო? ამებს მოვხსნი. და ავირჩევ უფრო ჩემთვის კონკრეტულებს. Mobile development-ი, web development-ი, web and mobile design. იყო ჯერჯერობით ესენი. ახლა გვეუბნება, რომ დაამატეთ თქვენი სკილები, ანუ რისი გაკეთება შეგიძლიათ. დავამატებ ახლა web developments, დავამატებ designs, app developments, რაღაცა კონკრეტულ რაღაცებს, ანუ ეს სია არის უბრალოდ შეთავაზება, თუმცა სრული სია არ არის და შეგიძლიათ ის ჩაწეროთ, რაც გინდათ და თუ დაემთხვევა ის, რაც უკვე არის Upwork-ის ბაზაში, მაშინ auto-complete შემოგთავაზებთ. აქ გვეუბნება, რომ დაწერეთ თქვენი სათაური. მაგალითად, აქ მე დავწერ senior web developer. ეხლა ვთავაზობთ experience-ის დამატებას, ანუ ჩვენი სამუშაო გამოცდილების დამატებას, იგივენაირად როგორც ვავსებთ ჩვენ რეზუმეს.
ეხლა მე ამას არ შევავსებ, უბრალოდ განახებთ რომელი ველებია. არის სათაური, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში იქნებოდა senior web developer-ი, კომპანია, სადაც მუშაობდით, ლოკაცია, სადაც მუშაობდით, საიდან დაიწყეთ მუშაობა, როდის დაამთავრებთ, თუ არ დაამთავრებთ, მონიშნავთ, რომ მე ამ ეტაპზეც მანდ მუშაობ. და description შეეცადეთ მაქსიმალურად ისე გაშალოთ, რომ ის საკვანძო სიტყვები გამოიყენოთ, რომლითაც გინდათ, რომ თქვენი პროფილი გაშალოთ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ დიზაინერი და კარგად იცით მაგალითად Adobe Illustrator-ი, თქვენ აქ რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვა Adobe Illustrator-ი. რადგანაც, როდესაც თქვენ სამუშაოზე apply-ს გააკეთებთ რომელიღაცა და კლიენტის მხრიდან სიაში აღმოჩნდებით, რომ აი ეს კანდიდატები არიან ამ სამუშაოზე. თქვენი პროფილი უფრო მაღლა იქნება სხვებისგან განსხვავებით, რაც მეტი საკვანძო სიტყვა დაემთხვევა კლიენტის დადებულ სამუშაოსა და თქვენ პროფილში გამოყენებულ საკვანძო სიტყვებს შორის. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და აქ უნდა დავამატოთ ჩვენი კარგი. ეს მოდი ვთქვათ skip for now. უნდა დავამატოთ ჩვენი განათლება. ნუ აქ შეიძლება დავამატოთ სკოლა, შეიძლება დავამატოთ უნივერსიტეტი. სტანდარტული არის, როდის დაიწყეთ, როდის დაამთავრეთ. ამასაც არ დავამატებ. რომელი ენა იცით? აქ ინგლისურის მონიშნა არის აუცილებელი. ინგლისში თვითონაც უკვე წინასწარ არის არჩეული. level is fluent, მაგალითად. ნუ შეგიძლიათ ქართულის დაამატოთ. არის ქართული ენა, ეს არის native or bilingual. Next. და აქ უკვე ავსებთ ზოგად ინფორმაციას თქვენ შესახებ, რომელიც ჩანს ეს. მე ვარ ნიკო მომავლიდან და მოვედი გაფრთხილებით. იმის გამო, რასაც ახლა ნახავთ კადრებში, რომ უბრალოდ ტექსტი ავიღე, გადავაკოპირე და ჩავსვი თითქოს ჩემი ბიოგრაფია იყოს, მაგის გამო Upwork-მა მომავალში დაბლოკა ეს პროფილი და სწორედად მოიქცა, რადგანაც ეს არის fake პროფილი. მქონდა საუბარი Upwork-ის support-თან. ამიგზავნეს ამ პროფილით მოღვაწეობის გაგრძელება, თუნდაც მაგალითებისთვის გამოყენება და კიდევ გამიმართლა, რომ ამას ჩემი ძირითადი პროფილი არ მოყვა. ასე რომ თქვენს გაითვალისწინეთ, შეავსეთ მხოლოდ თქვენთვის რელევანტური ინფორმაცია, ის რაც არის თქვენ შესახებ, ზუსტი ინფორმაცია და თავიდან აირიდებთ ასეთ ბლოგს და ბლოკი თუ არის, ბლოკი არის სამუდამო ვეღარ აღიდგენს თქვენ აკაუნტს. მომავალში უკვე გავაგრძელებთ მუშაობას ჩემი ძირითადი პროფილით, გეგმაში ისედაც ესე მქონდა, ეს ვიდეო უბრალოდ დემონსტრაცია არის რეგისტრაციის პროცესის. გავაგრძელოთ. აქ არის. ეხლა ამ შემთხვევაში გადმოვიკოპირებ. ამ შემთხვევაშიც, როგორც წინაზე ვისაუბრეთ, რაც მეტი საკვანძო სიტყვა იქნება გამოყენებული თქვენ პროფილში სხვადასხვა ადგილებში და რაც უფრო მეტი დამთხევა იქნება სამუშაოს შორის, რასაც კლიენტი დადევს, მით უფრო მაღალი შანსი გაქვთ, რომ იმ სიაში უფრო მაღლა აღმოჩნდეთ. აქ უკვე უნდა მივუთითოთ, რამდენის გამომუშავება გვინდა საათში. თუ დამწყები ხართ, რთული იქნება კონკურენცია უკვე გამოცდილ ფრილანსერებს შორის. მაგალითად, თუ თქვენ ხართ web developer-ი, მაგალითად 15 წლიანი გამოცდილები და ეხლა რეგისტრირდებით Upwork-ზე და Upwork-ზე არის web developer-ი, რომელიც არის 2 წლიანი გამოცდილები და უკვე გამუშავებული აქვს $100,000 და აქვს ნამუშევარი 4000 საათი. მიუხედავად თქვენი დაწერილი სამუშაო გამოცდილებისა, პრიორიტეტი ყოველთვის მას ექნება. ზუსტად ამიტომ თქვენ უნდა დაიწყოთ შედარებით პატარა რეიტიდან. 1-2 სამუშაო შეიძლება 3-იც მოგიწიოთ, რომ გააკეთოთ პატარა. და ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენ $10-ზე მეტი არ მიუთითოთ პირველ ჯერზე. ეს არის საკომისიო Upwork-ის, რომელიც არის 10%. ოღონდ 1 მაისიდან საკომისიოების სქემა იცვლება და ამაზე ცალკე ვიდეოში ვისაუბრებ. თუ რაზე იცვლება და როგორ გამოიცვლება ახალი საკომისიო, ამ შემთხვევაში ახლა Upwork-ი გვეუბნება, რომ მე $1 წავიღებ. და თუ 1 მაისამდე მოვასწრებთ კლიენტთან სამუშაოს დაწყებას და საკომისიო იქნება 10%, მიუხედავად 1 მაისის ცვლილებისა, თქვენი 10%-იანი საკომისიო გაგრძელდება. ეხლა გვეუბნება, რომ დავამატოთ ფოტო. რაღაცა AI generated გადმოვწერა ინტერნეტიდან. ამოწმებს ფოტოს. ვარ ჯორჯიიდან, street. მაგალითად, რუსთაველი, 37-ში ვცხოვრობ. ეს არ მინდა, city არის თბილისი. State of Province-ის თბილისი. zip code. იყოს ეს.
და ტელეფონის ნომერი 123 იყავს ეს ტელეფონის ვერიფიკაციას ჯერჯერობით არ გთხოვენ. არ დაბადებული უნდა უშოთ 2003 წელს. მორჩა შეიქმნა ჩვენი პროფილი, ეს არის ტაიტლი, რაც ჩვენ დავწერეთ, ჩვენი სახელი და გვარი, ეს არის ბოლოს, რაც მივუთითეთ ჩვენი პროფილის აღწერა, description-ი, სკილები, რომლებიც ჩვენ მივუთითეთ, აქ არის სამუშაო გამოცდილებები, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და ეს არის განათლება, რომელიც ჩვენ ასევე გამოვტოვეთ. აქეთ არის ენები, რომლებიც ავირჩიეთ და ყველაფერს უნდა გადავხედოთ, ხო ყველაფერი სწორედ არის დამატებული, თუ რამის ჩასწორება გვინდა, დავაწვევით ნებისმიერ რაღაც ჩასწორების შემდეგ მოხდებით ისევ ამ გვერდზე და უბრალოდ ვაწვევით submit profiles.